ქრისტიანი თუ ქრისტეს ცხოვრებას არ ეცნობა, მაშინ ვერც გაიგებს რაში მიბაძოს ქრისტეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ყოფილა რომ აი მაგალითად ამა თუ იმ მსახიობს ფეხბურთელს თუ მოჭიდავეს თუ კალათბურთელს გინდა რომ მიბაძო, რა სფეროშიც ხარ, მაგრამ როგორ მიბაძავ? თუ ან მომღერალს, როგორ მიბაძავ? თუ მისი ნამღერი არ მოგისმენია, თუ მისი ასპარეზობა არ გინახავს, თუ მისი ცეკვა არ გინახავს, თუ სამსახიობოს შესრულებული რაღაცა როლი, როგორ მიბაძავ? ხო, თუ არ გინახია, ხო ვერ მიბაძავ. ჩვენ ქრისტე ხორციელი თვალით ხომ არც ერთს არ გვინახია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმ სახარებისეულ საკითხავებში ქრისტე დავინახოთ, მისი სული დავინახოთ, ჩვენი სულიერი თვალებით და ჩვენ შეგვეძლება რომ მივბაძოთ. და თუ ადამიანი სახარებას არ კითხულობს, არ იცის ქრისტე როგორია და ვერ მიბაძავს. ამიტომაც აი ჩვენ ყოველდღიურად ცოტ-ცოტას, მაგრამ უნდა ვკითხულობდეთ. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა რო საჭმელი არ ჭამოს ადამიანმა, ხო გამოიფიტება, ხო დასუსტდება. ჩვენ სულსაც საკვები ჭირდება. ის ლოცვაც, ის სახარების კითხვა, ის წმინდა მამათა ნაწერების კითხვა ადამიანს სულიერად დააპურებს და მას შეიძლება რომ ქრისტეს მიბაძოს.